შენი ურთიერთობის სცენარი წინასწარ განსაზღვრა ქალის ყოფილების რაოდენობამ, რომლის საქმის კურსშიც როგორც წესია შენ არ ხარ, რადგან ქალი გაცნობისას ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მაქსიმუმ თავის სამ ურთიერთობაზე მოგიყვება. როგორც პრაქტიკამ მაჩვენა, სამის შემდეგ გარბენის ამთვლელი რატომღაც უფუჭდებათ ხოლმე. აშკარად რაღაც საერთო, ქარხნული დეფექტი აქვთ. თუ ქალს 4-ზე მეტთან ჰქონდა ურთიერთობა, ძალიან ცუდადაა საქმე. ის ბევრად ჭირვეული, ბევრად პრეტენზიული იქნება და არასდროს იქნება შენით ბოლომდე კმაყოფილი. თუ ქალის ყოფილების რაოდენობა 2-ზე მეტია, თქვენი დაშორების ალბათობა პიკსია, ხოლო თუ 4-ზე მეტია, მაშინ თქვენი ურთიერთობა გარანტირებულად კატასტროფული იქნება და დაშორების ალბათობაც მაქსიმალურ ნიშნულზეა. თუ ქალს 3-ზე მეტი პარტნიორი ჰყავდა, ძალიან დიდი ალბათობით ის მარცხნივ გადაუხოს ხოლმე. გამოდის, რომ ყოველი ყოფილი შენს ქალზე ტოვებს ნევროლოგიურ ანაბეჭდს. შედეგად ქალი ეჩვევა მოკლევადიანი ეიფორიის ციკლს, რომელიც ურთიერთობის საწყის ფაზას ახასიათებს და როგორც კი ეგ პირველადი ემოციები კლებას იწყებს, ის ეგრევე გარბის. ასევე თუ ქალს ბევრი მამაკაცი ჰყავდა, მისი ფსიქიკა დაშორებაზე ადაპტირებულია. მისთვის კონფლიქტები და დაშორება აღარ არის ტრაგედია. ეგ არის მისთვის უბრალოდ რუტინა. თავისთავად ჩვენ იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ თუ ქალს ბევრ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მისი ფსიქოლოგიური სიჯანსაღე და მთლიანობაში მისი ემოციური შემადგენელი უბრალოდ გაცვეთილია. მას უბრალოდ აღარ აქვს მორალური და სულიერი რეზერვი იმისთვის, რომ შენ განსხვავებულად მოგექცეს. მაგრამ მაგცვეთის საკვანძო უკუჩვენება არის ნეირომედიატორი ჰორმონი ოქსიტოცინის წყობის ჩამოშლა. შედეგად მისთვის საყვარელ მამაკაცთან დაშორება აღარანაირ ტკივილს აღარ აყენებს. ვერც თავის ტკივილს და ვერც შენს ტკივილს ვერ აღგანიცდის. აი WhatsApp-ზე რომ მეკითხებით ხოლმე, რანაირად შეიძლება ასე ფეხებზე ვეკიდო? რანაირად არ აქვს ოდნავ მაინც ემპათია? ჩვენ ხომ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდაო? იმედი მაქვს მიხვდით პასუხს.